ყავის ფესტივალი იწყება მეგობრებო. ერა და დაწყებულია. შემავტრიალდე, იმდენი გადაცემა გადავიღე ყავაზე, რომ ბოლოს გადავწყვიტე ფესტივალი ხო არ გავაკეთოთ ხო და აი ესე ადამიანები, რომლებსაც ყავა უყვართ და ასევე ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ ყავის ბიზნესი აწარმოონ ჩვენს ქალაქში, ყველას ერთად მოუყარეთ თავით, ესეც საინტერესო ლოგოც მოვიფიქრეთ და ფესტივალის სახე მივეცით. მოკლედ ყავის ფესტივალი გვაქვს ბათუმში. ჩემი გადაცემის სტუმრები იქნებიან ყველა ის ადამიანები, რომლებიც ამ ფესტივალზე მოვლენ. წავედით. ინდონეზიიდან და ვაფხვევთ. ფათაშორის არსებობს მოსაზრება, რომ ჯობს აი ასე საკუთარი თვალით დაინახო ყავა, როგორ იფრთხება, ვიდრე პირდაპირ დაფქვეული ყავა შეიძინო, იმიტომ რომ რაღაც პატარ-პატარა ხრიკები არსებობსო და შესაძლოა ამ ყავაში რაღაც სხვაც გაურიონ მოცულობის. არაფერი სუფთა ლობუსტა ყავა. ჩვენ შემთხვევაში კი არაფერი შენარები არ არის ზედმეტი. აი როგორი ლამაზია ეს აპარატი მეგობრებო. ხარისხი შეამოწმე, ანა. ანა, მოდი დავხსნით. დავხსნო. ცოტა ყავა წავიღოთ და ქვიშაზე რომ მოგვიდუხოს შეძლებთ. შემიძლიათ ჩაგიყაროთ ახალდაფქვეული ამ წუთას, რომელიც ჩამოიფქვა. ცოტა ჩაგვიყარეთ ჭიქაში და წავიღეთ. სულ ცოტა. გილოცავთ ქალბატონი ანა მისი ხელით მოგვიმზადებს ახალდაფქოეულ ბათუმურ ყავას. ძალიან დიდი მადლობა. შაქრიანი გინდათ? მე შაქრიანი. აქვე გეტყვით რომ ამ ფესტივალზე მხოლოდ ყავა ბუნებრივია რომ არ არის, აქ უამრავი საინტერესო ნივთია, მაგალითად მე აღმთოვანდი. აი ამ სამკაულებით და ერთი მეც შევიძინე, ნახეთ რა ლამაზია. როგორი სადაა და როგორი ლამაზია და ამ ყველაფერს ქმნის საოცარი გოგო. ინგა მეგრელიძე ბათუმში, ვისაც დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ Facebook-ზე იპოვოთ ეს ადამიანი თავისი ულამაზეს ხელნაკეთობებით. ჩვენ გავაგრძელოთ გზა. უი, ეს რა ლამაზია. მართლა რა ქვა? ხარისხს უწოდებენ. აჰა, ძალიან ლამაზი კი არის. სხვათა შორის ნახეთ, ეს ქვა მახსენებს ერთი გოგოს თვალებს და რომელი გოგოს თვალებს ამას ეხლავე გაჩვენებ. მადლობა წარმატებები. თუმცა სანამ ფირუზისფერ თვალება გოგოსთან მივალთ, მანამ გეტყვით რომ ჩვენ აი ნახეთ ყავის ფესტივალის საოცარი აქსესუარები შევქმნით. აი მაგრამ ყველაზე მთავარი აი ესე ყველაფერი ერთ სივრცეში. წავედით ახლა საოცარ თვალება გოგო უნდა გაჩვენოთ. ჰოლა, როგორ მიდის საქმეები? ყავას აქ შევინახავ სანამ ქვიშამდე მივალ. სანამ ყავამდე მივალთ ეს გოგო მინდა რომ დაგანახოთ, ჯერ ხო ვიზუალი აქვს რაღაცა საოცარი, ულამაზესი და უნიჭიერესი. აი ნამდვილი ყვავილების დედოფალია. ნახეთ ეს ყველაფერი ბუნებრივი მცენარეებიდან და ბუნებრივი ყვავილებისგან აქვს შექმნილი. აი როგორი სამაჯური მომიმზადე, ნახეთ. მომიხდება? ხო. ხოდა მიხდება შეხოთაშორის. მართლა? ამ გოგოს თვალები მინდა რომ გადაიღოთ ახლოდან. როგორ თვალები აქვს, იცით? აი ესე ხო უყურებ და ესე სადღაც პორტალში გაყავ ხარ ამ თვალებს და სადღაც იკარგები. არ მომწონდა ხო? აი თუ ვერ შევიდნენ ამ პორტალს. თქვენს თვალწინ დავაფქვი ყავა და ამ ყავას მოვიტან ჩემი ფესტივალის ქვიშასთან. სხვათა შორის აქ გვაქვს რიგი. გამარჯობა. როგორ ძანდები? კარგად, დიდი მადლობა, წამოგიღეთ დაპირებული წიგნი. აბა უთხრათ მაყურებელს რომელი წიგნი წამოგიღეთ? წამოგიღეთ ნუგზარ ჯაფარიძის მოგზაურობა ბათუმში, სადაც არის ერთი ნაწილი ბათუმურ ყავაზე, სონაზე და სონას ყავაზე. სანამ მაგ წიგნს წავიკითხავ, მანამ თქვენ მომიყავით სონას შესახებ. სონა იყო, ისტორიული მოვლენა იყო რა. სონას გარეშე ყავა არ ისმებოდა. ბათუმში. ბათუმში აკადემია, ეგრეთ წოდებული აკადემია სადაც იყო. დღეს
ბანკის შენობაა, სამსართულიანი აკადემიის აჭარის რესტორანი აჭარის შენობაში. იკრიბებოდა მთელი ბათუმის ინტელიგენცია და იქ მიირთმევდა სონას მოდუღებულ ყავას. ქვიშაზე მოდუღებულ და ყველა მიცოდა, სონა მიცოდა ყველას როგორი ყავა უყვარდა. სონას გარეშე არავინ არ მიდიოდა სამსახურში, სონას ყავაზე გაივლიდნენ და აქ არის მითითებული ადამიანები, რომლებიც აი მის გარეშე დღეს არ იწყებდნენ, იქ უნდა მისულიყვნენ, მიერთვიათ ყავა. ამავე დროს სონა კიდეც მკითხაობდა მართლა და აი ასე იწყებოდა ცნობილი ადამიანების სამუშაო დღე. ასე რომ ჩვენი ოჯახის სახელით გადმოგცემთ თქვენს ფესტივალს და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. აი, ესეთ ძვირფას საჩუქარი მივიღეთ. ეს დიდი დღე იქნება ანა ყავას მოხარში. ისე ყავის მოხარშვა სწორი თუ მოდუღება? წყალი უხდება, მაგრამ ყავა იხარშება. ორივე სწორი. ასე რომ ორივე რიგები რო დგას. ის ქალბატონი ხო არ ხარ ჩემი ხარ. იყო პერიოდი, რომ იდგა რიგები. უბრალოდ ექსტრენი გამოცდილება შევიძინე საკმაოდ საინტერესო. გარდა იმისა, რომ ყავა უნდა ჩაყარო, თქვათ, ამ ეგრეთ წოდებულ ჯეზუეში და წყალი და ნუ ისა შაქრიანი უნდა შაქრიანი, კიდევ რაიმე ენერგიები სჭირდება ამ ყველაფერს. პოზიტიური განწყობა და დიდი სიყვარული ალბათ ადამიანების მიმართ. და აი დადგა ნანატრი დრო და ქალბატონი ანა მოადუღებს ყავას ჩვენთვის. მოვხარშავ ყავას, რა ვიცი, ორივეს ვიტყვი, რომელიც სწორია. მე ცოტა მაგარი მიყვარს და ჩემს ოპერატორს მივართმევ ამ არაჩვეულებრივ სითხეს. რა გული აქვს? სანამ ჩვენი ყავა მოდუღდება, აი აქ უკან მაქვს ლოგო ფესტივალის, რომელიც ძალიან მომწონს. ერთმა არაჩვეულებრივმა გოგო მიმუშავა და შევქმნით ესეთი ფესტივალის არაფერზე არ ვაბიჯებ ფერს. ერთი ყავა მოადუღა და გადაწვა ყველაფერი. გაკეთდება? არ ვიცი ნახავ. გვაპატიე რა, არ გვინდოდა ბოდიში რა. ოხ, მერტო ჩემი. აი, ჩემს ოპერატორს, რომელიც ოცნებობდა ჩემს მომზადებულ ყავაზე. მერტო ჩემი. ცხელია. მადლობა, ისტორიული მომენტი მეგობრებო. ეხლა ამ ყველაფერს მარტო ხო ვერ გავაკეთებდი მე. ხო და ერთი სასწაული გოგო მინდა რომ გაგაცნოთ, რომელიც დამეხმარა ამ ფესტივალის მომზადებაში ანკა სალუქვაძე. დიდი წვრილი მიუძღვის ანკას, იმიტომ რომ მენეჯერი ამ ფესტივალის. ხო და გაიცანით ეს სასწაული გოგო ბათუმელი არ არის თბილისელია, მაგრამ უკვე ბათუმელია. როგორ ხარ ანკა? კარგად, უკვე ძალიან კარგად, იმიტომ რომ მე მგონი ყველა კმაყოფილია ფესტივალით, ხალხი ერთობა, ისვენებს და პირველ რიგში მადლობა შენ ნდობისთვის. მე მგონი კარგი რაღაც გამოგვივიდა ერთად. ძალიან მაგარი რაღაცა გამოგვივიდა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შენ და მთავარია შენ თუ მოგწონს. მე კმაყოფილი ვარ, მე თვითონაც უკვე ვერთობი და ველოდები საღამოს კონცერტებს ძალიან დიდი მონდომებით. ავა, მაშინ მაყურებელ სხვა რაღაცებსაც ვაჩვენე. მარია, გამარჯობა, როგორ ახარ? მოგესალმები. ეს არის ჩემი დიშვილი, რომელიც იმტანაც დავასაქმე საკუთარ ფესტივალზე. პრინციპში why not? ძალიან დიდი მადლობა ანა აქეთ ყოფილა. არაფრის შეგიძლია მაგიდებს მიემსახურე. ველოდებით ანას დიშვილი. ეცი კი, კი, გამარჯობა. რამეს ხوارინებებ. კი. აი ეს განათება, რომელიც ცოტა უფრო გვია, როცა დაბნელდება, უფრო კარგად განათდება. პანდორას ხერუარი, ხო იცით ფილმ ავატარში. დაახლოებით იდეა ეგ იყო, მაგრამ ისეთი ხე, რომელსაც ირგვლივ შემოერტყმებოდა ეს ყველაფერი ვერ ვიპოვეთ, ამიტომ მხოლოდ ერთ ტოტზე განვათავსეთ და ყველა ადამიანი, ვინც მოვა აქ დღეს, აი ესე უნდა დადგეს. ესე უნდა აიხედოს, იმ ტოტს უნდა შეხედოს და ჩაიფიქროს სურვილი და აუცილებლად აუსრულოს. ვაა. ისე ერთ 2-3 მედიტაციო სივრცეს ველოდი მე აქ. კლიანად ეგ არ არის აქაურობა? მუსიკალურად მე ამ ქალაქში მხოლოდ ერთ ადამიანს ვენდობი და ამ ადამიანს ქვია ვახო ნარსია. გამარჯობა ვახო. დიდი მადლობა შენ ყველაფრისთვის. მოულოდნელი თავდასხმა ეს გამიგეცა. პირველი ფესტივალი არ არის, რომელშიც ვახო მეხმარება და აი ეგეთი გულიანი, ეგეთი პროფესიონალი და ეგეთი ყურის ადამიანი, რა ვიცი, მე მგონია საქართველოშიც ძალიან ცოტა ყავს და ის რო კამერები არ მიყვა. ამ ორ დღიან ფესტივალს მუსიკალურად ბუნებრივია მიფორმებს ჩიკი, იგივე არჩილ დავითაძე, რომელიც ისეთ ენერგეტიკას ხმის აქ, რომ აი ეს მთელი ვაიბები, რაც აქ ტრიალებს, სვამ ბიჭის დამსახურება. დილის 10 საათიდან საღამოს 8 საათამდე ესე დგას და არ ჩერდება. სრულად ფხიზელი, ეს აუცილებლად მინდა რომ თქვა, იმდენად უყვარს თავისი საქმე და იმდენად გულით აკეთებს, რომ
ავიც მე ამ ადამიანს მიწაზე მოსიარულე ანგელოს ვეძახი და ჩამოდი ჩიკი, ჩამოდი 2 წუთი. გამარჯობა. შევიფერე. შენ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხარი, სადღაც ცეირნობდით მე და შენ და მითხარი, რომ აი ყველაფერი მუსიკაა და რაღაც. კი, ჩემი პირველი ინტერვიუ იყო სხვათა შორის, ჩემი პირველი გზა იყო მუსიკაში და ასე მოხდა, რომ დღეს კიდე ისევ ერთად ვარ და ისევ მუსიკას ვაჟღერებ. მე მგონია, რომ შენ ჩემი მუსიკალური ლაიტმოტივი ხარ ჩემი ცხოვრების. აუ, ძალიან დიდი სიამოვნებით ვიქნები მართლა. ანუ როცა გავიგე რომ ორგანიზატორი შენ იყავი, მუსიკა თავისით დამეყარა და თავისით ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ ეხლა და უღმესი მადლობა ასეთი ენერგეტიკისთვის. საოცრება მართლა. მადლობა დიდი. ეგეთ რაღაცებზე მეტირება და საფალეები მეც მაგიტომ მიკეთია რომ ყოჩა ხანა ისე რა ერთ ადამიანს რამდენი შეუულია ქალაქისთვის რა ერთი ყავით სხვა შორს ხულის ფესტივალი რო კონდეს რა სიზაუნდი წარმოვიდგენი ჩემი სულის მეგობართან დავჯდები ცოტა ხანი და კი იცით ვინც არის და აი ისი მოვედი ჩემი სულის გაგრძელებასთან დღეს ფესტივალის მეორე დღეა და შენ რო დღეს ფესტივალის მეორე დღეზე ხელსარელი არ მოსულა ეს გოგო ჩემთან ყვავილებით მოვიდა დაგეხმარო სადაც გინდა მოსახერხებელი ამის გაკეთება მე დავამატებ თუ არა მადლობთ კარგად არის გაიხედ გამოიხედა მეუღლე ხო არა ის მე დღეს აქ ვარ როგორც სტუმარი 2 საათზე მოვედი დაახლოებით და იმის შემდეგ ვზივარ აი ამ სკამზე და არ გავქანებული ვარ მართლაც არის ჩვეულებრივი ლოკაციაში ერჩიე მთელი დღის განმავლობაში მიუხედავად იმისა რომ არის მზე მაინც ყველა ვართ ჩრდილში აი ამ ფიჭვების დაახლოებით საოცარი გარემო საოცარი ფესტივალია და მიხარია რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიზიარა ეს რაღაც საერთო ზეიმი რომლითაც ზაფხულის სეზონი დააგვირდა ძალიან დიდი მადლობა შენი მხარდაჭერა ჩემზე როგორ მუშაობს ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და სწორედ ფინჯან ყავასთან იბადებოდა ეს პატარ-პატარა იდეები რომელიც საბოლოოდ შეიკრა და ალბათ ყოველთვის აქვს აზრი რაღაცეების გაზიარება ყავა რომელიც მაგით ასეთებს არის ქალბატონი ანას მოდუღებული თვითონვე მოადუღა ქვიშაზე და გაგვისინჯე როგორია შენ გაგიკვირდა ეხლა ანამ რომ ყავა მოადუღა მაგრამ ყავა და როგორი ყავა მოხარშას ამბობენ თუმცა მე არ შემიძლია ამ შემთხვევაში გამოყენება მაინც მოდუღებაა ჩემთვის ყავის მომზადების ნაწილში თუმცა შენ ალბათ არ გაგისინჯავს და არც კი იცი ის რომ ანა თონეში ყურებსაც აწყობდა რას ვთქვათ მაგ სერიოზულად ბუხარშიც კი გამომიწვია ყური ბათუმურად სხვათა შორის მე ხო ეგეთი იმიჯი მაქვს და შეგუებული ვარ ეხლა ქვიშასთან რომ ვიდექ და ყავას რომ ხარშავდი მე მაინტერესებს აი ჩვენ სტუმარს ვთქვა ხელი არ დაიწვა თუ რაღაცა არ ვიცი რატომ აქ ეს პრინცესული იმიჯი არა რაც მე მაგ გავლილი ეხლა სანამ გადაცემას დავიწყებდი რაღაც საოცარი ისტორია გააჟღერე და გაგაჩერე და მეთქი მოდი ბარემ კამერებთან მომიყავით რა წეღან გააჟღერე რომ პრინცესული იმიჯი მექვსო და არა მარტო შენ მეც მაწებებენ ამ პრინცესულ იმიჯს ადამიანებს გონიათ რომ სათუ ყავის მოხარშვა ყავის მოდუღებაც კი არ შემიძლია ესეც კი არ ვიცი აღარ აქვს ვაბობ ჩაიზე და კვერცხი შეწვაზე თუმცა ჩემი ბავშვობა ცოტა სხვანაირი იყო და ბავშვობიდანვე ქალი ვიყავი ყოველს ვიმსახურებოდი ზოგადად ძალიან კარგად ვიცი როგორ შევქნა კომფორტული გარემო ყავასთან ჩემი პირველი დამოკიდებულება უცბად ჩემი მახსენდება რომელიც მასწავლიდა როგორ უნდა მომეხარშა ყავა სტუმრებისთვის რომლებიც გაუთავებლად მოდიოდნენ მასთან სახლში და მაშინ ვიყავი 6 წელი და მეუბნებოდი რომ აი უყურე აი გვერდებზე ოდნავ რო ამოვა აი ოდნავ რო აი მაშინ გათიშე ეს არის კარგი ხალხი ეს ამით არ მთავრდებოდა ყველაფერი ხო სტუმრებთან გამქონდა ხანდახან ცალ-ცალკე ხანდახან ჩვეულებრივად აი ეგრეთ წოდებული პოდდოსით შეიძლება თქვა და ნელა ვალაგებდი ხა ამას ისე ვისწავლე ბოლოს რომ შეიძლება 4 ჭიქა ერთად გამქონდა სტუმრებთან და ყველაზე მთავარი იყო რა კარგად გამოგივა ჩვეულებრივი პროფესიონალი მიმტანი ვარ ამით კი არ სრულდებოდა ყველაფერი ნახე ხო დავალაგებდი ამას სტუმრებთან მე იქ კარში სადღაც უნდა მდგარიყავი და ხალხური უნდა მედევნებინა თითოეულ სტუმარზე რომელიც დაამთავრებდა ყავას ის ყავა სასწრაფოდ უნდა ამეღო იმიტომ რომ მაგიდა უნდა ყოფილიყო ყოველთვის ლამაზი არ ზედმეტი ხელსახოცი არც ყავის ჭიქა მეთმეტესტანეული არ უნდა ყოფილიყო სუფრაზე და ამას პატარა ბავშვი 8-9 წლის ბავშვი ამას ვაკონტროლებდი ესე კართან თუ გამოგადგა ცხოვრებაში ეს რა თქმა უნდა გამომადგა აი ხო ხედავ ყავას მიუთნო და ადას გადაცემაში უკვე მეორედ მოვხდი ეს უკვე ცალკე გადაცემა გამოდის დროა დაამშვიდობო ისტორია მოიცადე ერთი წამი არ დამისვა ესე უინტერესო ტყვები და ყველაზე მთავარი თავისებურება რა არის რა როგორ ხვდებოდი მე ადამიანი როცა ყავას მორჩება ნუ იქ მოეწონა არ მოეწონა არა აქვს მნიშვნელობა ხო დაამთავრდა აი ეს ინსტინქტურად გვერდზე გადაწევს ამ
ყავას. დღემდე მასევშები მე. კი, ყველა ესე შვება, არ ვიცი ვინ აღმოაჩინა ვინ არა, მაგრამ როგორც კი გვერდით გადაწევდნენ, ეგრევე მარია მივიდოდა აალაგებდა იმას. 8 წლის ბავშვი. კი, მაგრამ სამაგიეროდ ეს ყველაფერი სამომავლოდ გამომადგა, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია მოუხიბლო რესპონდენტი გამოვიცნო მისი ხასიათი, წამოვიყვანო დიალოგზე, იმიტომ რომ მე ძალიან მარტივად შემილი ამ ყველაფრის გადამოწმება. მეუღლეა აქვე მარიას. კითხოთ ერთი როგორ ყავას ადუღებს სახში ეს გოგოა. გადამოვაწოთ ინფორმაცია. ყავას ადუღებს, გინდა მოგიყო. ბექა. ბექას ეზარება ყავის მოხარშვა რა, იმიტომ რომ ამას ხო დრო ჭირდება და ეძახის ასეთ ყავას კალხოს ყავას. ანუ როცა ეზარება ეს თელი მარიფათი და წყლის დაბუღება და ლოდინი, აიღებს ჭიქას, ჩაყრის ყავას, დუღარე წყალს დაასხამს, შაქარს ჩაყრის, ყავა ჩაყრის, მოურევს და მორჩა. ჩაოლებროთ და სვა. მოყვა ამან ყველაფერი მოდი გააჩერე. ყველაფერს არომატი ძალიან კარგად იგრძნობა. სხვადასხვა შენ მე ეს დიდი ხნის წინ მითხარი ბექას ხრიკი და 1-2 რო გავიმეორე არ იყო ცუდი. ხო და მეორე ისტორია რომელიც ახლა შენ გინდოდა და არ ვიცი რომ დატოვებ. ალბათ ყველანაირი ყავა ექნება ყოველას მირთმეული, მაგრამ მე რომ მოუყვები ასეთი ყავა ალბათ ძალიან ნაკლებად ვინმეს. 90-იანებია, სკოლის პერიოდია, შუქი არ არის და ერთადერთი ახალგაზრდები რითაც ვერთობით, ანუ სკოლის შემდეგ ავდივართ კლასელებთან და იქ მივირთმევ ყავას და ვჭორაობ. მოკლედ ესე ვესტუმრეთ ჩვენ ერთ-ერთ კლასელს და მე მაქვს ესეთი წესი რა, როდესაც ყავას მომიხარშავენ, ერთი სამჯერ უნდა დამიძახო, მარი ყავა მზად არის, ბოდიალობ და ის ყავა რო იქ მელოდება და მეგულება ეს ძალიან სიამოვნებს, იქ რაღაცა მე მელოდება პერსონალია. ხო და ნუ მოკლედ გვიან მივედი და ამასობაში ჩემმა მეორე მეგობარმა დაასრულა ყავის, ასრულებს უკვე და ამ ყავას რო სვამს, ესე რო სვამს, რაღაცა მაქვს რა, რაღაცა მაქვსო და სამივე მესე ჩავიხედეთ და არაკანის უვაშები. ნუ მოკლედ ნუ ის ჩემი ჭიქაში ტარაკანი. ჭიქაში არ იყო. ყავაში ჩაჯდა და ჩემმა მეგობარმა როცა ვერ ყავას ყრიდა და ეთყობა ვერ შეამჩნია და მაგ არსების სახელზე შევხვდები. და მთავარი იცით რა იყო, აი გადამარჩი იმან რომ სამჯერ დამიძახეს ყავასთან, იმიტომ რომ ის ნახარშიც არ მიმირთმევია, მე ბუნებრივია. ვინც დალია და წლების შემდეგ გამოვიდა რომ დაიმსახურა კიდევაც. ამას უბრალოდ ცოტა გამოვილი. ძალიან მიყვარხარ და ძალიან ძალიან დიდი მადლობა რომ ყოველთვის ჩემთან ხარ. მიყვარხარ ყველანი. ჩვენც მარია ძალიან გიყვარხარ. და ისი ობა. ხდება დიადო. ამაკი. ჩვენ მოაწყვე დიადო ძალიან დიდი სილამაზეა, ძალიან მომწონს. რაღაცნაირად შენმა მუხტმა მომიზიდა აქეთ და გადმოვედი ზღვიდან. და შენი წყალობით ბულვარი ყავის. აი იქეთ გვაქვს თიშის ყავა. აქაც ძალიან მაგარი გოგოები ვიპოვე, კაი ყავა აქვს. ამას ისი ვინ ამზადებს? მომღერალი რო არის სანდრო კობახიძე, იცი ალილოს სოლისტი. კი, როგორ არა? სანდრო კობახიძე ამზადებს თავისი ხელით. აი, როგორ მოგინდება რომ რაღაც. ეს ნიაკო ხო არა? 7 საათიდან ძალიან მაგარი ამბები იწყება, ასე რომ შეგიძლია გამოიცვალო, მე მოხვიდე. ერთ გოგოს გაგაცნობ კიდევ მეწარმეს, რომელსაც თავისი ყავა აქვს, ბრენდს არ დავასახელებ, მაგრამ ისეთი სახეები აქვს ამ გოგოებს რაღაცა მეტყველად დაიმახსოვრებ და მიხვდებით. უგემრიელეს ყავას ამზადებენ, მე მაგალითად ეს ყავა ძალიან მომეწონა ვაღიარებ. თქვენი მეთოდიკა გითხარით და გაგვიზიარეთ ყავით. ჩვენი ყავა არის ინდონეზიური წარმოების რუბოსტას ჯიშის მარცვლისგან დამზადებული, უგემრიელესი ხავერდოვანი გემოთი, რომელიც პირველივე ფინჯანზე ნამდვილად ვერ დაივიწყებს ჩვენს ყავას. მართლა კაია. აი რატო არის განსაკუთრებული და განსხვავებული ქვიშაზე მოდუღებული ყავა? იმიტომ რომ იხარშება ძალიან ნელა და მთელი გული უნდა ჩადო ყავა. და სულით და გულ ადამიანი ყავას ვერ შეძლებს და ვერ გააჩერებს. ბათუმში ყავს კიდევ ბევრი საინტერესო მეწარმე და კიდევ ერთ გოგოს გაგაცნობ. ძალიან გულშემატკივრობ, იმიტომ რომ მესაყვარლება ეს გოგო. ბიზნესი დაიწყო და სჭირდება ხელშეწყობა. პატარა ბაია უჭირავს ხელში თან. მინდა ვაღიარო რომ აი ლოკაცია არის იდეალური არის, მართლა. სწორი. ლოკაციას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა, თქვენთან მოვედი სტუმრად. მოდი. აი შორიდან ავიღოთ კადრი და ესე გეტყვით, რომ ძალიან მაგარი გოგოა და მინდა რომ რაღაცა ბათუმში განავითაროს თავისი ბიზნესი. ხო, მაგრამ რა ბიზნესია ანა რა? ყავის ბიზნესია, ხო ვთქვი, ყავი. სულ ყავისტებია, კაცო, ყავის ფესტივალია თუ რა ხდება? და სრულად შემთხვევით დავინახე ახლა ადამიანი, რომლის ყავასაც მთელი საქართველო იცნობს. ფესტივალზე არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ სტუმრად მოვიდა როგორც დამთვალიერებელი, არ ვიცი ახლა. შეიძლება გამიბრაზდეს, რატომ მოხვედი კამერებით და ასე შემდეგ. ხოდით, მაინც გაგაცნობთ ამ ადამიანს. თქვენთან მოვდივარ.
ბატონი სუმბათ თქვენი სახელი როგორ არის? სუმბათა ეს ჩემი სახელია. გვარი? მარი ტოპბაშიანი. ცოტა ცუდად ლაპარაკობ ქალტურად, მაგრამ რას შემიძლია ვეწვი. არა უშავს. როგორ გამოგივიდათ ესე რომ აეწყო თქვენი ბიზნესი, რომ სულად საქართველოს გაიგო თქვენი ყავის შესახებ? 30 წელი მუშაობ მაგაზე. ჩემ სახელზე და კიდევ ვიმუშავებ. ჩვენი ფესტივალის შესახებ როგორ გაიგეთ? Facebook-ში. ძალიან უკვე ცოტა დრო იყო, ცოტა არ ვიქნებით ასე გამზადებული რომ ჩავდოთ, მაგრამ მომავალში ჩვენ გავამზადეთ ეს ყველაფერი. მომავალში მოხვიდოდით და ყავას მოიტანეთ. მომავალში იქნება აუცილებლად და მაღალ დონეზე იქნება. აუცილებლად პირობად ვიღებული რომ შემდეგ ფესტივალზე ეს ადამიანი თავის წარმოგულ ყავას აუცილებლად გამოიყვება. თქვენ ბათუმელი ხართ, ხო? კი, ბათუმში, ბათუმელი ვარ. აი ესეთი მაგარი სტუმარი. არჯერა. რას ლაპარაკობ? ძალიან დიდი მადლობა წარმატებით. გერს მადლობა. გამარჯობა. მეგობარი ანა შამილაძე, ნათია და რიკი. და სასწაულს ლამბაქსე უსხავდა. მოსასხამია შენი შორსახა დანის ლებში ფერი ვაირო Batumi Coffee Fest is the best coffee fest. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მაგარი ყავის ფესტივალი, რომელიც ძალიან ლამაზია. აქ არის ყველა ასაკის ადამიანი უკლებრივ, რაც გასაოცარია. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი და ქართველების სიყვარულის და მეგობრობის შესახებ გავიგე მას, მე ვთქვი რომ ყოველთვის ჩამოვალ ამ ქვეყანაში. ქართული სიმღერა კი ჩემს გულთან განსაკუთრებულად მოდის, იმიტომ რომ ვფიქრობ იგი ყველაზე სულიერია. მადლობა, დიდი მადლობა.